იავეკუა იქნება ჩვენი სტუმარი, გადავინაცვლებთ აი აქეთ უფრო კომფორტულ ადგილზე ჩვენი ოსკარის დაჯილდოებით საზეიმო ცერემონიალზე იაკთხო. ხელსაც ჩამოგართმევ. ხელი ჩამომართმევ. ზომბი ვითხარ უხდები, იმიტომ რომ 8 საათია გაუჩერებლად საუბრობ და ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი რეპორტაჟისთვის. დიდი მადლობა, მადლობა ჩემს პარტნიორს ირაკლის თოდრიას, რომელიც მთელი ღამე ჩემთან ერთად იყო და მეხმარებოდა ამ საპასუხისმგებლო ჩვენივრად გაართვით თავი. ია, როგორ კმაყოფილი ხარ? მეტნაკლებად. მეტნაკლებად კმაყოფილი. მოდი დავიწყოთ მთავარი მოვლენით, პრინციპში ოსკარში, ოსკარის დაჯილდოებაზე მთავარი ყოველთვის არის საუკეთესო ფილმი და საუკეთესო ფილმის ტიტული მოიპოვა მწვანე წიგნმა. მე ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე მოსალოდნელი გამარჯვება, იმიტომ რომ მწვანე წიგნი აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ფილმი, რომელიც იგებს ოსკარს და პრინციპში მე თუ მკითხავ, ის იყო გადაღებული ფორმულის მიხედვით, ხო? კი, რა თქმა უნდა. მოგიხსენება, შენც იცი ჩემზე კარგად, რომ არსებობს ისეთი გამონათქვამი ოსკარ ბეით, ესე ქვია, ანუ ოსკარის სატყუარა, ისეთი არაფორმალური გამონათქვამი არსებობს და ასე მოიხსენიებენ იმ ფილმებს, რომლებიც ფაქტობრივად იქმნება, იმიტომ რომ სპეციალურად იმისთვის. თუ არ გაიმარჯვებს, მოხვდეს მაინც ოსკარზე და ნომინაციებში მოხვდეს და შეიძლება ითქვას, რომ მწვანე წიგნი არის სწორედ ასეთი ფილმი, ძალიან სწორად გათვლილი ფილმია. ხო, თემატიკაც თემატიკა ყველაფერი, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ეს არის ცუდი ფილმი და არასაჭირო ფილმი და ასე პირიქით ძალიან საჭირო ფილმია, სწორედ იმ თემას ეხმიანება, რომელიც დღეს უკვე ყოველთვის და დღესაც რა თქმა უნდა არის აქტუალური, ეს არის რასობრივი დისკრიმინაცია. რომელიც ვთქვათ, რამდენიმე ათეული წლის წინ უფრო მძაფრად იყო მთელ მსოფლიოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ბოლომდე ვერ განიკურნა ჩვენი საზოგადოება და ეს სცენი ჯერ კიდევ გვაქვს და სულ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ, მეტი ფილმი უნდა გადავიღოთ ამაზე, მეტი კვლევა უნდა ჩავაწეროთ, მეტი სტატიები უნდა ვწეროთ, რომ ოდესღაც გამთავისუფლდეთ ამ ამაში გეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ დგას, ისინი კვლავ აგრძელებენ ამ თემაზე, ამ თემის კვლევას, ამაზე საუბარს და მოდი ლირიულ გადახვევას გავაკეთებ. მე მგონი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად საბჭოთა წარსულის კვლევა დავიწყოთ, კულტურაში მოხდეს ამ ყველაფრის ანალიზი, იმიტომ რომ მე რაც მახსენდება, არც ქართულ ლიტერატურაში, არც ქართულ კინოში ეს თემა გამოკვლეული არ არის და პრინციპში ხელოვნება არის ის დარგი, რომელიც ყველაზე კარგად იტევს ისტორიას და არა ისტორიის სახელმძღვანელოში წერია ეს ყველაფერი, არამედ ლიტერატურისა და კინოს მეშვეობით ხდება ამ ყველაფრის ანალიზი. თემატურია, იმიტომ რომ დღეს 25 თებერვალია და მე არ მახსენდება კარგი მხატვრული ფილმი ან კარგი ნაწარმოები, რომელიც ასახავს იმდროინდელ ამბებს. ჩვენ წერთ და ვიღებთ ფილმებს იმაზე, რაც მოხდა თქვა 20-25 წლის წინ, ანუ ცოტა პატარა მეხსიერება აღმოგვაჩნდა ამ ხრივ, რომ გავშალოთ ეს თემა. ჩვენს მოკლე მეხსიერება აღმოგვაჩნდა, როგორც კინოს მიმართულებით, ისე ლიტერატურაშიც და რატომაც უგულებელ ყოფილი გვაქვს მართლაც ის ყველაზე დიდი მოვლენები, რამაც ჩვენი საზოგადოება შეცვალა, რამაც შეცვალა ჩვენი ქვეყანა, მისი სტრუქტურა, მისი პოლიტიკური წყობა და ასე შემდეგ. მეცაც გეტყვით, არა თუ თქვათ ოკუპაციის პერიოდი, არამედ საბჭოთა კავშირის ნგრევა არ ასახულა ფაქტობრივად არანაირ ხელოვნებაში. მოდი დაუბრუნდეთ ოსკარს და ისევ მთავარ ნომინაციაზე შევჩერდეთ. რომელ ფილმს შენი აზრით, რომელ ფილმზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიჩაგრა? თუკი შეიძლება ასეთი პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ იქ იყო რამდენიმე ფილმი, თუნდაც რომა შვენიერი. ჩემი აზრით ერთმნიშვნელოვნად რომა დაიჩაგრა, მიუხედავად იმისა, რომ მან საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და იქვე გახდა ცხადი უკვე, რომ ის საუკეთესო ფილმის ჯილდოს ვერ აიღებდა. მოდი მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომა განსაკუთრებული შემთხვევაა, იმიტომ რომ პირველად ხდება როდესაც ოსკარზე წარდგენილი იყო ფილმი, რომელიც არ არის მხატვრული ფილმი, პირდაპირ მნიშვნელობით, ის არის სატელევიზიო ფილმი, Netflix-ის ფილმი. სხვა შორის ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ Netflix-ი ადრე თუ გვიან დაღუპავს კინოთეატრებს და კინოინდუსტრიას ან ააშენებს. კი ბატონო, 50-50. დაახლოებით ესე ეშინოდათ ხმოვანი კინოსიც და ფერადი კინოსიც და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი ცუდი არ მომხდარა. დაახლოებით იგივე რაოდენობით კრიტიკოსები იყვნენ 93 წელს, როდესაც ლამაზმაინდა ურჩხული იყო ნომინირებული საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, გახსოვს ეს არაჩვეულებრივი ანიმაციური ფილმი, მაგრამ ისინი დადუმდნენ, ისინი უკვე აღარ არიან, მაგრამ ლამაზმაინდა ურჩხული დღემდე რჩება კლასიკურ ნაწარმოებად.
გაივლის წლები და რომაც სწორედ ასეთ სტატუსს შეიძენს. რომაც შეიძენს სწორედ ასეთ სტატუსს თან ეს სამხრეთ ამერიკული ფილმი როა ეხა შენს მიერ ნახსენებთან ახლოა და ალფონსო კუარონი არის ნამდვილად გმირი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მან გადაიღო ძალიან პირადი ფილმი, ძალიან პირადი ისტორია, არამხოლოდ თავისი ბავშვობა არის ამ ფილმში ასახული, მისი ბავშვობა არის ამ ფილმში ასახული, არამედ მისი შემოქმედებაც, ხო? რაც ერთი შეხედვით შეიძლება სულაც არ იყოს საინტერესო ვიღაცისთვის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ადამიანია და რატომ უნდა მაინტერესებდეს მე მისი ცხოვრება, ხო? და მისი შემოქმედება, მაგრამ იმდენად ოსტატურად არის ეს ფილმი გაკეთებული, რომ ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არის სატელევიზიო ფორმატის, ყველაზე მეტად კინო სწორედ ამ ფილმში იგრძნობოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ელენე დამეთანხმება ამაში. პრინციპში კუარონის გამარჯვებაც, წლების წინ ინიარიტუს წარმატებაც ძალიან ნიშანდობლივია იმ ამერიკაში, რომელსაც ახლა მართავს დონალდ ტრამპი, ხო? იმიტომ რომ მექსიკიდან წამოსული რეჟისორები იღებენ მთავარ ჯილდოებს ამერიკაში და თუ გახსოვს, როდესაც ინიარიტუმ მოიგო ოსკარი, მაშინ გამოაცხადა მან შონ პენმა, რომ ვინ მისცა ამ კაცო გრინ წვანე ბარათი, ხო? მე მეცაც გეტყვი, შარშან გილერმო დელ ტორომ აიღო ოსკარი, არა მხოლოდ როგორც რეჟისორმა, არამედ როგორც ფილმმაც და გილერმო დელ ტოროც არის წყლის ფორმა, ისიც მექსიკური წარმოშობის არის. გვადალახარაში თუ რაღაც ეგეთ ქალაქშია დაბადებული, ასე რომ 2 წელია უკვე ამერიკის მთავარ ჯილდოებს, ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოებს რეჟისურაში იღებენ მექსიკელი რეჟისორები. იმედია ეს ამას და მანამდე ინიარიტუს წარმატებული. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტრამპი ამ ყველაფერს უყურებდა და არ ვიცი, ცემენტ ზელდა იმ მომენტში თუ ბლოკებს არჩევდა კედლის ასაშენებლად, იმედია რომ მისი იმედები ისევე ჩამოიშლება, როგორც კედლის იდეა. აი მე და ელენე ხო აი, ერთი მაინტერესებდა Black Klansman-ი, ასევე წარდგენილი. შავი კუკლუს კლანელი, დიახ. რა თემატურად ხო გავს Green Books, იმიტომ რომ მანდაც ეს თემა არის. კი, რა თქმა უნდა, რასობრივი დისკრიმინაცია არის ამ ფილმის მთავარი თემა, თუმცა Spike Lee ცოტა სხვა გზა აირჩია, უფრო ირონიის გზა აირჩია. მისი ფილმი რაღაც შარშს წარმოადგენს. ხო, როდის არ აურჩევია, დავიწყოთ მაგით. ალბათ მაშინ, როდესაც იმას იღებდა Old Boys. Old Boy, რომელსაც არ ვაპატიებ არასოდეს. Old Boy არის ყველაზე ცუდი რიმეიკი, რაც კი მინახავს კინოს ისტორიაში. ხო, კი. მაგრამ ამის გამო რა თქმა უნდა Spike Lee არ უნდა დავჩაგროთ, ის არის კარგი რეჟისორი. წელს გადაიღო ძალიან კარგი ფილმი, ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელშიც ასევე იგრძნობა კინო, ისტორია იყო, პერსონაჟები გადასარევი, ყველანაირი წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ Spike Lee-ს ფილმს გაემარჯვა, თუმცა მწვანე წიგნი უფრო მეტი აღდა. მოდი ისევ თავარ ნომინაციაზე გავჩერდეთ, ჩვენ ბევრი დრო გვაქვს ამაზე სასაუბროთ და ბოლომდე ამოვწუროთ თემა. მოდი შევაჯამოთ ის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, რომელიც დავინახეთ თავარ ნომინაციაში. იქ მოხვდა ბევრი ისეთი ფილმი, რომელიც არ უნდა მოხვედრილიყო, ხო? ვარსკვლავი დაიბადა. კი ბატონო, მათ შორის ვარსკვლავი დაიბადა. მათ შორის ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ მოხვდა თავარ ნომინაციაში შავი პანტერა, ხო? შავ პანტერას უფრო ავხსნი ვიდრე ვარსკვლავი დაიბადას. ვარსკვლავი დაიბადა არ არის ორიგინალური ფილმი, არც სიუჟეტურად და არც სტრუქტურით, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გვინახავს ეს ისტორია სხვადასხვა ეპოქაში გადამღერებული, კი, ეხლა აღარ გვინდა გავიხსენოთ თქვა ჯუდი გარლანდისა და ბარბრა სტრეიზანდის ფილმები. ანუ არაფერი ახალი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რატომღაც იყო სცენარის გამო ნომინირებული. რაც შეეხება შავ პანტერას, შავი პანტერაც დაახლოებით ის შემთხვევაა, როგორიც არის რომა. შავი პანტერა სადა რომ გაეღვია გარკვეული ჩარჩოები, სტერეოტიპები დაენგრია და შავი პანტერა არის სწორედ ის ფილმი, რომელიც გახდება იმის წინაპირობა, რომ ადრე თუ გიან ოსკარს დაემატოს კიდევ ერთი ნომინაცია და ეს ნომინაცია იქნება პოპულარული ფილმი. რატომაც არა. გვახსოვს ალბათ, რომ რამდენიმე თვის წინ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ პოპულარული ფილმის ნომინაცია დამატებოდა ოსკარს. თუმცა მალევე შეწყდა ამაზე საუბარი, რატომღაც როგორც ჩანს ვერ გარისკეს. თუმცა იმისთვის რომ ოსკარი გადახალისდეს, მეტი ახალი თაობამ შეიძინოს, აუცილებელია რომ რაღაც სიახლე შემოუდეს და სიახლე შემოაქვს ახალგაზრდა თაობას, ხომ? ახალგაზრდა თაობა კი ირჩევს სწორედ ასეთ ფილმებს, ამიტომ საერთოდ არ მიკვირს რომ Black Panther შურისმაძიებლები იყო მხოლოდ ერთ ნომინაციაში სპეცეფექტებისო, აი ახლა მითხრეს. კი, შურისმაძიებლები ერთი ნომინაცია ქონდა, ვერ აიღო. პირველმა ადამიანმა აიღო. ისევე როგორც სოლო ვარსკვლავური ომების ისტორიაც იყო ნომინირებული, ვახსენოთ აუცილებლად.
ანუ სიახლე შემოაქვს ამ ფილმებს, რატომაც არა. ხო ხედავ, თვითონ ოსკარის ცერემონიალი უკვე როგორი მკვდარია, იმდენად მკვდარია, რომ ყველაფერი შეიცვალა უკვე. ნელ-ნელა კარგავს მაყურებელს, აუდიტორიას უკვე აღარ აინტერესებს მარტო ეს ვარსკვლავები, ეს ბრწყინვალება, მთელი ხალიჩა, რაღაცა სიახლე უნდათ რომ იყვნენ თანამონაწილეები ამ პროცესის. ხოლო პროცესის თანამონაწილე ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ირჩევს თვითონ ხომ ამ ფილმს. მოდი გადავინაცვლოთ მთავარ როლებზე. კაცის და მამაკაცის და ქალის, ხო? ჩემი აზრით ყველაზე ცუდი რაც მოხდა ამ ნომინაციაზე ეს იყო რემი მალეკის მთავარი ოსკარი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან იაფასიანი სვლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ მინიმუმ ამ ნომინაციაში მინიმუმ 2 შესანიშნავი პერფორმანსი ჰქონდა, განსაკუთრებით დაუფასებელი ეს იყო უილიამ დეფოს ნამდვილად უკუდავი ძალიან ძლიერი პერფორმანსი ფილმში უსასრულობის კარიბჭესთან საუბარია ვან გოგის როლის შესრულებაზე და ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ კრისტიან ბეილის ძალიან მაგარი თამაში ფილმში ვაის სხვა თუ არაფერი ამ ადამიანმა თავის ორგანიზმს რაც გაუკეთა ამ როლისთვის რომ არაფერი თქვა სამსახიობო ოსტატობაზე იყო დიდი თავგანწირვა როგორ ფიქრობ რა არის იმის მიზეზი რომ სწორედ მალეკმა მიიღო ეს ჯილდო და არა თუნდაც უილიამ დეფო. თან სრულად მოსალოდნელი იყო ყველასთვის. მე ასე მგონია, ასეთი მე ბოლომდე ვინარჩუნებდი იმედს, რომ ასე არ მოხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ აქ თავარი როლი, გადამწყვეტი როლი ითამაშა პერსონაჟმა. ანუ მან თუ ვის განასახიერებდნენ ეს ადამიანები. ისევ და ისევ ახალგაზრდა თაობას მოვიშველიებ, ვისი მოზიდვისკენაც არის ორიენტირებული საერთოდ აკადემია და მათთვის მიუხედავად იმისა, რომ ლამის 30 წლის წინ გარდაიცვალა ფრედი მერკური, ის უფრო ახლობელია ვიდრე დიკ ჩეინი, რომელიც საერთოდ არავის არ აინტერესებს. ბევრს არც კი ახსოვდა თუ არსებობდა ესეთი ადამიანი და ნუ ვან გოგიც მით უმეტეს. ხო, ახალგაზრდა თაობას, ინტერნეტის თაობას ნაკლებად შეიძლება უბრალოდ ის მთვარიანი ღამე აქვთ ნანახი და იციან, რომ ესეთი ნახატი არის ვიღაცა კაცის დახატები, ხო? და არაფერი მეტი. ხო, რომელსაც ყური არ ქონდა. თავისივე მიზეზის გამო. ამბობენ ხოლმე, კი, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ აი ეს კაცი რო არის, ხო, იცი ყური რო არ ქონდა, იმან დახატა ეს. ფრედი მერკური არის ყველაზე უფრო ახლობელი ამ ადამიანებისთვის, ყველაზე მაპატია ჩაგეჭრები. შენი აზრით ეს ოსკარი მოიგო ფრედი მერკურიმ და არა რემი მალეკმა ამას გულისხმობ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ოსკარი მოიგო ფრედი მერკურიმ და რა ვიცი, შეერგოს. კი ბატონო, წარმატება უსურვოთ. პრინციპში უკვე წილი ნაყარია, შესაბამისად ერთადერთი რაც შეგვიძლია ვისურვოთ არის ის, რომ რემი მალეკი უკეთეს პერფორმანსებს შემოგთავაზებს. ეს პერფორმანსი მე არ ვამბობ, რომ ცუდი იყო ფილმში. მაგრამ ნუ უკეთესებიც ნახეთ. არა, ცხადია, კარგად მოირგო ეს როლი, ნამდვილად ძალიან რთულია განასახიეროთ. მე ეს კარგად ნაცნობი არის ჩემთვის იმ პროექტში ერთ-ერთი რო ვიყავი, სწორედ ეგ მისია იყო, რომ ერთ-ერთი ითამაშე შენ მერკური მოგიწია? არ ყოფილ ვარ, ძალიან რთული არის, ძალიან რთულია ნამდვილად, თუმცა გაცილებით უკეთესი პროფესიონალი მსახიობი როცა ხარ და როლისთვის რამდენიმე მილიონს გიხდიან, მეც ალბათ შევეცდებოდი და იგივე გამეკეთებდი. ოლივია კოლმანი. ფრედი მერკურის კატას ვითამაშებდი. ოლივია კოლმანზე რა სიტყვა? ოლივია კოლმანმა და რა სიტყვი გლენ კლოუზზე. გლენ კლოუზზე. ჩემი გული ღაღადებს აგერ ოლივია კოლმანმა რა თქმა უნდა დამსახურებად მიიღო ჯილდო, თუმცა გლენ კლოუზის როლი უფრო თამაში იყო, უფრო სამსახიობო ოსტატობის დემონსტრირება იყო. ოლივია კოლმანის პერფორმანსი კი უფრო ამ როგორ გითხრა, ხასიათის გამოვლენას უფრო უთმობდა დროს, ну გარეგნობითაც თამაშობდა, მოდი ესეც ვთქვათ, ამ ექსცენტრიკულობას იშველიებდა თავისი პერსონაჟის და ეს ყველაფერი ქმნიდა საერთო ჯამში რაღაც ანსამბლს, რომელმაც მოგცა საბოლოოდ ოლივია კოლმანის ძალიან კარგი როლი, მაგრამ გლენ კლოუზი თამაშობდა შიგნიდან. ის განასახიერებდა ძალიან ტრაგიკულ პერსონაჟს რეალურად, ცოლს, რომლის ქმარიც არის ცუდი კაცი, მარტივად რომ ვთქვათ. და გლენ კლოუზი განასახიერებდა ყველა იმ ქალს, ვისაც ოდესმე რამე დაუთმიათ თავის გვერდით ყოფი მამაკაცისთვის. ია, თვითონ ფილმზე რა სიტყვოდი? ფავორიტი თვითონ ფილმი? ჩემი ფავორიტი ნამდვილად არის. ნამდვილად არ არის არც ჩემთვის. თვითონ ეგ ჟანრი და ეგ არა მხოლოდ მაგ რეჟისორისთვის არის ყო კარგი ნამუშევარი, არამედ ჩვეულებრივი რამე სხვა რეჟისორისთვის. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფავორიტი იყო ფილმი, რომელმაც მათ შორის მთავარი როლის შესრულებისთვის და მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ძალიან ბევრი ნომინაცია მიიღო, თუნდაც რეიჩელ ვაისი და ემი ადამსი ყავდა მეორე ხარისხოვანი როლის შესრულების ნომინაციაში. და მოდი ამაზე გადავინაცვლოთ.
რას ფიქრობ მაჰერშალა ალის გამარჯვებაზე? მე აღნიშნავდი იმ ფაქტს, რომ ძალიან კარგი წინააღმდეგობა ჰქონდა მას, საინტერესო, იმიტომ რომ იქ იყო უნიჭიერესის სემროკველი, თუნდაც მე მგონი გეძინება. არა, უბრალოდ გეთხოვე რომ ჭაქცნება. მე მგონი ლოგიკურია რომ ეძინებოდეს თუნდაც. რამე წავიყვან. სემელიოტი ასევე ძველი სკოლის წარმომადგენელი და მოიგო მაჰერშალა ალიმ, რომელიც ძალიან კარგი მსახიობია, მე თუ მკითხავ, ნელ-ნელა. იმედია რომ არის ძალიან კარგი მსახიობია და იმედია რომ ოდესმე მაინც ექნება ისეთი როლი, როდესაც შეძლებს საკუთარი გარეგნობიდან გამოვიდეს და საკუთარი წარმომავლობიდან გამოვიდეს. ცოტა მოსაბეზრებელია რომ მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა საჭიროა ასეთი როლები და ჩვენ ამ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ არ შეიძლება რომ მხოლოდ აფრო-ამერიკელს თამაშობდეს ეს ადამიანი, მარტო ამ თემატიკის გარშემო ტრიალებდეს. მოდი სხვა როლიც მივიცეთ და აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ შემდეგ მის სამსახიობო ოსტატობაზე, ხომ? მას აქვს ძალიან სახასიათო, ძალიან მოგებიანი გარეგნობა, ამას ძალიან კარგად იყენებს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ვერც იყენებს, იმიტომ რომ ნუ გამომსახველობა ძალიან აკლია. მისი პირადი სურვილიც არის რომ სწორედ ამ კუთხით ითამაშოს, ეს კონდეს ითამაშა ოსკარი. ძალიან კარგი კურსი აქვს არჩეული. ხო, თუმცა მნიშვნელოვანია რომ სხვა როლიც მოერგოს და ამ თემატიკასაც როგორი აი ხა ნამდვილ დეტექტივშიც მესამე სეზონშიც თამაშობს, ხო? რამდენადაც ვიცი, მეორე სეზონისგან განსხვავებით მე ვნახე და უკეთესია ბევრად მეორე ჯობი. იქაც რეალურად ეგეთი როლი აქვს. ანუ არაფრით განსხვავებული. ვისურვებ რომ რამე განსხვავებული როლი გქონდეს, განსხვავებული თემატიკის ფილმში დაგვენახოს და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ აქვს თუ არა მას დამსახურებით მიღებული ოსკარი. მოდი აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ანიმაციური ფილმის ნომინაციაზე. ეს არის ნომინაცია, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად ველოდები ხოლმე და წელს არ იყო უინტერესო ეს ნომინაცია. დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ადამიანმა ობობამ, მაგრამ რა სიტყვი ცხოველთა კუნძულზე ვეს ანდერსონის ძალიან კარგი ზაღლების კუნძულზე მობატ რაც შეეხება სპაიდერმენის გამარჯვებას გარდა იმისა რომ ფილმი არის მართლაც ფანტასტიკური საოცარი დინამიკით პერსონაჟებით ისტორიით და თავბრუ დამხვევის ანახაობით ეს ასევე იყო ჩემთვის იყო რაღაც სტენლის მიმართ მიზღვნილი საჩუქარი მისი ხსოვნისადმი მიზღვნილი მაინც ეს გამარჯვება თუმცა ფილმი მართლა ძალიან კარგია და სტენლის ფაქტორი მართლა შეიძლება რომ არ გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ვეს ანდერსონის ძაღლების კუნძულს, მე ეს ფილმი კატეგორიულად არ მომწონს, მომწონს ტექნიკა, მომწონს თქვათ პერსონაჟები, მაგრამ მთლიანობაში სიუჟეტი, სცენარი იმდენად მოსაწყენი იყო, რომ რაღაც მომენტში აი პირველად ცხოვრებაში ვეს ანდერსონის ფილმზე კი რაღაც ეხლა უფრო ნაკლებად მეძინება, ვიდრე იმ ფილმის ყურების დროს მეძინებოდა. მე ძალიან მომეწონა. აი ახლა ვიხმობებ. ძალიან კარგი იყო. ვეს ანდერსონის სტილი არის ყოველთვის განუმეორებელი სტილი. თუნდაც ის მიდგომა, რომელიც მან აირჩია გრაფიკულად ის იყო ძალიან საინტერესო. პირველად არ გაუკეთებია ეს ფანტასტიკური მისტერ ფოქსის წესი აქვს გაკეთებული, ასე რომ სიახლე ამ მხრივ არ შემოუთავაზებია, ამას ვერ დავუფასებ ნამდვილად. კარგი. დავასრულოთ ამაზე. მოდი ნელ-ნელა შევაჯამოთ. მესმის რომ შენც გეძინება, ეს ჩანს ძალიან თვალათლივია. მოდი შევაჯამოთ წლევანდელი ოსკარი და ასევე გითხარი, სად იყვნენ მამები? დედები და მამები. დედები და მამები იქ სადაც ბოლო წლების განმავლობაში არიან, ჩვენ შეიძლება გვისაუბრია ამ თემაზე თუ როგორ ისვენებს ხის ქვეშ ჯეკ ნიკოლსონი და მერილ სტრიპიც არ ჩანდა ხო მე ვფიქრობ მერილ სტრიპი ძალიან კარგი ქალია არ გამოჩნდა წელს იმიტომ რომ გლენ კლოუზის წელი უნდა ყოფილიყო და მის გვერდით ანუ ხალიჩაზე ორ გიგანტურ ვარსკვლავს არ უნდა ეწყინა სხვა შორის რაც შეეხება მამებს ზუსტად ამ ცერემონიალის წაყვანისას ინტერნეტში ვნახე რომ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის თიზერი დაიდო ანუ მხოლოდ თიზერი არის სადაც რობერტ დე ნირო, ჯოპეში დააბრუნა კინოში, ალპაჩინო, ანუ 4 გიგანტი თამაშობს. კი, თიზერი დაიდო, აირინ შმენი და აი მანდარიან გიგანტები. ძალიან კარგი, ანუ დაველოდებით. თიზერი ვნახო. დაველოდებით ნენელა. და მოდი ლედი გაგას და დაგბურძლა. ანუ რაც სიმღერაში სხვას ვარაუდობ. სიმღერა გადასარევი იყო, სიმღერასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. ბრედლი კუპერს ბრავო. მართლაც, თუმცა რაღაცა ხა შენ მუსიკოსი ხარ და უფრო კარგად ჩნევდი, რომ
ახლა ისე ვერ მღეროდა, როგორც ფილმში მღეროდა. მართალია, მეცაც გეტყვი, ჩემთვის პირადად მოსალოდნელი იყო ყოველთვის, რომ ეს სიმღერა გაიმარჯვებდა. ჩემთვის ეს არ არის გამარჯვებული სიმღერა. მე ამას არ მივცემდი ხმას ნამდვილად. თუმცა ალბათ აქაც ის არის, რომ Lady Gaga არის და Lady Gaga-ს მისცეს ეს შანსი. შენს გეთანხმები და იასაც, იმიტომ რომ მე რაც ვნახე დაჯილდოებაზე, ეს იყო ცუდად მღეროდნენ მე მგონი. მომეჩვენა, შეიძლება ნერვიულობდნენ. Bradley Cooper-ი მომეჩვენა, რომ ქორწილში რომ მღერიან ხოლმე და გათვლილი არ არის, რომ უნდა იმღერონ და შეზარხოშებული რომ მიკროფონთან მიდის და მღერის, აი რაღაც ისეთი იყო. არ იყო მზად, თუ რა ხდება, ხო იცოდა რომ იმღერებდა, თუ შემთხვევით ავიდა. სცენარში რა ეწერა, იმღერებდაო? კი, სცენარში ეწერა რომ უნდა იმღერათ, ყველა ველოდით რომ უნდა იმღერა აუცილებლად, მაგრამ გეთანხმები რომ რაღაცა მოწენილი იყო, რაღაცნაირად ავიდა. მაგრამ სიმღერა კარგია. ძალიან დიდი მადლობა ია ჩვენთან სტუმრობისთვის, მათ შორის იმის გამო რომ გეძინება.